სალამ მეგობრებო, ესე იგი ვისაუბრებ დღეს ნიკოლაი კოპერნიკზე, მოგეთ ნიკოლაი კოპერნიკზე რა. ნიკოლაი კოპერნიკი და ნიუტონი არ არსებობდნენ, ესენი გამოგონილი პერსონაჟები არიან, კიდე სხვა ბევრი, როგორც ნაპოლეონი და იქ ვიღაც დამპყრობლები და ასე შემდგომ. მოგეთ ეს ვიდეო იქნება გაყალბებული ისტორიის დასაკრავ სიაში. ძირითადად ამოსავალი წერტილი აქ ბრტყელი დედამიწის თემაზეა, მაგრამ მაინც გაყალბებული ისტორიას ეხება რა. აი მოკლედ ინტერნეტიდან ოფიციალური ვერსია წავიკითხოთ ნიკოლაი კოპერნიკის შესახებ და მე ერთი ვიდეო ვთარგმნე, ერთი ადამიანის შეხედულება და მე ის მოვისმინოთ რა. მე ამას უწოდებ გამოგონილ ბოდვას. აი ზღაპრებს რასაც უზახიან, ზღაპრებში უფრო მეტი სიმართლეა. ვიდრე აი აქ, აი ეს უფრო არის ზღაპარი რა. ესე იგი 500 წლის წინ ამისი ბიოგრაფია, 500 წლის წინანდელი პიროვნების ბიოგრაფია საიდან იციან, აი საოცრებაა რა. უყურეთ, მოკლედ, ოფიციალურად როგორ არის. 1500-იან წლებში, როდესაც ფაქტობრივად ყველას მიაჩნდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა, პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლაი კოპერნიკმა წარმოადგინა ხედვა, რომლის მიხედვითაც სამყაროს ცენტრი არა დედამიწა, არამედ მზე იყო. ეს რომ იცოდეთ არის ჰელიოცენტრიზმი, ანუ როგორ ვიგავთ, კეთთაყვანისმცემლობა რა, ანუ მეცნიერულ დონეზე მასონებს უნდათ რომ მეცნიერულ დონეზე დაგიდასტურონ აი ეს ამბავი, ჰელიოცენტრიზმი არის, სადაც მზე არის ცენტრში სამყაროს და მთელი მსოფლიო, მთელი კოსმოსები და რაღაცეები, პლანეტები ვეთაყვანებით აი ამ მზეს. ანუ მზის თაყვანისცემის სისტემის შემოსაღებად იგონებენ პერსონაჟებს. აი ამაშია საქმე რა. რომ არა დედამიწა, არამედ მზე იყო. მიუხედავად რომ მისი მოდელი ბოლომდე სწორი არ იყო, სწორედ მისმა ნაშრომებმა ჩაუყარა საფუძველი მომავალი მეცნიერების კვლევებს, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩვენი პლანეტა და მზე კოსმოსში მიმოფანტულ უამრავ სხვა მზის სისტემას შორის უბრალოდ ერთ-ერთია. კოპერნიკი პოლონეთში 1473 წლის 19 თებერვალს დაიბადა. ის 18 წლის ასაკში სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა, სადაც მას კათოლიკური ეკლესიის წესები უნდა შეესწავლა და ეკლესიის მსახური გამხდარიყო. თუმცა მან უმეტესი დრო მათემატიკისა და ასტრონომიის სწავლას დაუთმო. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ კი მან საკუთარ სახლში, რომელიც მშობლიური ქალაქის გარშემო არსებულ ერთ-ერთ კოშკში მდებარეობდა, ობსერვატორია მოაწყო და ცის დაკვირვება შეუდგა. 1514 წელს კოპერნიკმა საკუთარი ხელით დაწერილი პირველი წიგნი მის მეგობრებს ანახა, რომელშიც ის სამყაროს ახალ მოდელზე საუბრობდა. 1522 წელს კი მან წიგნი სრულიად დაამთავრა, რომელშიც დაასკვნა, რომ პლანეტები არა დედამიწის, არამედ მზის გარშემო ბრუნავდნენ. მან მზის სისტემის მოდელიც დახატა, თუმცა ის წიგნის გამოშვება საზოგადოებაში გავრცელებული საწინააღმდეგო აზრის გამოერიდებოდა. წიგნი საბოლოოდ 1553 წლის 24 მაისს 70 წლის ასაკში წიგნი საბოლოოდ 1553 წლის 24 მაისს გამოიცა და თვითონ 70 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ესე იგი, ახლა მე რამიდეც შეგადარებინოთ და დაფიქრდით ამაზე და მიხვდებით რა. აი, ავიღოთ ახლა ნახეთ რისი თქვა მინდა. და მე წავიკითხოთ აი ქვევით რა წერია. ის დათარგმნი. რა ქვია მას? ფიროსმანი, ხო? აი ნიკო ფიროსმანი ავიღოთ. ნიკო ფიროსმანი არის რეალური მხატვარი, რეალური პერსონაჟი რა, ანუ რეალური პიროვნება, რომელმაც დახატა ეს ნახატები, ხო? რომელიც აი რომელი საუკუნეში რომელში იყო. მე მგონი მე ახლა არ მახსოვს უბრალოდ. არ ზეპირად ვიძახი. მე მგონი მე 19 საუკუნეში მოღვაწეობდა, ხო ესე ვთქვათ, ხატავდა ამ ნახატებს. მე 19 საუკუნის ბოლო შეიძლება მე-20-ს დასაწყისი, რაღაც ესე მე მგონი, ხო? ანუ რეალური პერსონაჟი წარმოდა 1 საუკუნის წლის წინანდელ, ანუ 120-150 წლის წინანდელ ადამიანზე არის საუბარი, რომლის ნახატები მილიონებად იყიდება და შედევრებად ითვლება. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ უბრალოდ დუქანზე გასაკრავი ნახატებია, აი, რო დაბეჭდო და პლაკატებად გააკრა, მე შეურაცხყოფას არ ვაკეთებ, უბრალოდ გემოვნების ამბავია, მე ვერ ხვდები რა არის მათ შედევრი. ეხლა, რა თქმა უნდა, უცოდინარი და ვიღაცა კიბის ქვეშ მცხოვრები, ანუ უსახკარო რომ ეგეთ ნახატს დახატავს, მაგ ამბავში შედევრია, კი, ბაზარი არ არის. მე ვერ დავხატავ, ერთ ეგ სტილია და ხელოვნებაში
შეიძლება შედევრად ითვლება, ჩემც არ ითვლება შედევრად, ამას ნახატებია რაღაც მიმდინარეობა, ასე შემდგომ. მაგრამ მაგას თავი გავუნებოთ, ეს გემოვნების ამბავია რა. მაგრამ აი ნახეთ რისი თქმა მინდა. 150 დაახლოებით 150 წლის წინ ცხოვრები ადამიანის პიროვნებაზეა საუბარი, ადამიანის არაფერი არ ვიცით თითქმის რა. ანუ ნიკო ფიროსმანზე გეუბნებით, ან ნიკო ფიროსმანი, რომელმაც რომელმაც ნახატები, რომლებიც რა 40 მილიონები და 20 მილიონები და რაღაცეები ღირს ახლა. ანუ შედევრები შექმნა ოფიციალურად. ამ პიროვნების შესახებ არაფერი არ ვიცით, რა 18 წლის ასაკში, სად დაიბადა, რომელ დღეს, რომელ საათზე. ანუ ნახეთ რა ხდება, ადამიანი პოპულარული ხდება როდის, აი ნახეთ დაუკვირდით რას გეუბნებით. ადამიანი ცხოვრობს, აი წარმოიდგინეთ, აი დაიწყო ცხოვრება, დაიბადა, ცხოვრობს, თქვა და აი ჩააბარა, რაღაც ქნა, ზოგი უსახკარო გახდა, ზოგი სამოგზაუროდ წავიდა, ზოგმა რაღაც დაამთავრა, რაღაც მოიგონა ასე შემდგომ. ეს ყველაფერი აი რანაირად უნდა აი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, განსაკუთრებით რომ გარდაიცვლება და მერე აი ამის მერე კიდე აი როგორ გითხრა, აი მოიცა აი ვიზუალიზმის დავამატოთ მეტრიანი. აი ეს მისი ცხოვრება იყო და გავიდა აი ამდენი დრო, კიდე აი ამდენი დრო გავიდა. რის შემდეგაც მოვიდა მე-20 საუკუნის ბოლო, როდესაც დაფასდა მისი ნაშრომები. აი შეხედეთ, აი წლების ხაზი სტორილაინი. აი აქედან, აი აქ 100 წლის მერე დაფასდა მისი ნაშრომები. შეფასდა მილიონებად. უყურეთ, აი აქედან ეხა შენ საი რანაირად უნდა გაიგო, აი აქ როდის დაიბადა ეს პიროვნება, რომელზეც არავის არაფერი არ აინტერესებდა, არავინ არაფერი არ იცოდა, არქივში არაფერი არ არის. აქ ვიღაცას მოგზაურს და გამლეს და ჭორების დონეზე არის ჩაწერილი, რაც ვიცი, აი ჭორების დონეზე ჩაიწერა იქ ვიღაცა პოეტმა, იმან იქახსენა, ერთმა მოგზაურმა რაღაც დახატა დაახლოებით და ასე შემდგომ. და რაღაც გაზეთში გამოიცა მისი ისა. ეს ვიცით, აი აქ დაფასდა და აი აქედან გამომდინარე მომავლიდან წარსულში რაც ქონდა ინფორმაცია გადმოვიტანეთ აქ მომავალში. ხვდებით რაზეა საუბარი? შესაბამისად, რეალობაში ხდება ესე რომ ჩვენ ნიკო ფიროსმანზე არ ვიცით არაფერი. ანუ იმიტომ რომ ვერც გვეცოდინებოდა, იმიტომ რომ კაცმა ჯერ იცხოვრა, დახატა, დაამთავრა სიცოცხლე, გავიდა 100 წელი და მერე გახდა პოპულარული და მისი ნახატებიდან გამომდინარე დაინტერესდა საზოგადოება მისი ბიოგრაფიით და მისი ბიოგრაფიის შესახებ არაფერი არ არის. ხვდებით რა შესაქმე? ეხლა მე ვსვამ შეკითხვას. რანაირად გაიგეს 500 წლის წინ, 1500-იან წლებში ხალხო, კოპერნიკი 1473 წელს რო დაიბადა ნიკოლაის კოპერნიკი, სად გაიგე? ეხლა კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მოხუცებზე ვინმესთან თუ ქონია ჩეხება, ზოგს ბებია, ბაბუან, სამეზობლოში ან სანათესაუში ქონია ეგეთი სიტუაცია. ნახეთ, მოხუც რა, აი ძალიან 80-90 წლის მოხუც ადამიანს პრობლემები ექმნება უკვე საბუთებზე, იმიტომ რომ ვეღარ გებულობენ ვინ როდის არის დაბადებული. თუ დაბადების მოწმობა რა თქმა უნდა ან დაკარგული ან რაღაც, აი მოგეთ საბუთებში პატარა ნიდარაზუმენია თუ მოხდა, უკვე ვეღარ გებულობენ ადამიანი რომელიც წელს არის დაბადებული. თქვენ გესმით ხალხო რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ის სამამტყოფოები და ის სამშობიაროები, სადაც ესენი არიან დაბადებულები, ეს მოხუცები, აი 1900-იანის დასაწყისში არიან დაბადებულები, ხო? ხო თქვა ბებიაჩემები არიან 1930-იან წლებში დაბადებულები, ორივე ცოცხალია. აი და ის სამამტყოფოები და სამშობიაროები ვაფშე აღარ არსებობს, ზოგი ვაფშე იმ ადგილებზე კორპუსები აშენებული ვაფშე. ან მიტოვებულია ეს სამშობიაროები, არ ფუნქციონირებს, არქივები დამწვარია, გამქრალია, ანუ არის მომენტები, როდესაც დღევანდელი ჩვენი ბებია-ბაბუის წლოვანებებს ვერ ვადგენთ, ხახნო, თქვენ გესმით რაზე არის ლაპარაკი? ყველა ადამიანის ბიოგრაფია ვატიკანში კი არ მიარბენინებდნენ, რამდენი ვინმე ცხოვრობდა. აგერ ბებია-ბაბუის თუ ტყუივა რა თქვით, კომენტარები კი არის გათიშული, მაგრამ ბებია ბაბუების ზოგის ასაკს ვერ დაადგენ თუ ერთი დაგიკარგა საბუთი. ვეჯო საიდან მოიძო და თვითონ სკლეროზზე აღარ ახსოვს რამდენი წლის არის. ხვდებით და ახლა თქვენ მე ლაპარაკებით 1473 წელს რომ დაიბადა ისტორია მიყვება რომ ნიკოლაი კოპერნიკი და ასე მთელი ამ მეცნიერების ისინი არის ეს ფიროსმანის ამბავი ხო შევადარე. ეს ყველაფერი მე რო დაჭირდათ ეს მოდელი მე აი 400 და 500 წლის მერე რანაირად საიდან გამოიკვლია ეს კოპერნიკი, სად დაიბადა, სად ჩააბარა, რა ინტერესები ჰქონდა, რა სისულელი, ესე მოგონილი ზღაპარი ბოდვა ჩვეულებრივი, აი აბოლებენ ბავშვებს სკოლაში. ხო და ოღონდ ესე იგი თავიანთი სატანისტური გეგმები განახორციელონ, ყველაფერზე არიან წასვლელები და
დაცინია ხახლა 1553 წელსო 24 მაისო დაჟე წირი გამოიცავდა და მე 70 წლის ასაკში თან ინსულტით გარდაიცვალა ხალხი ეხლა ვერ არკვევს კოვიდით და რაღაცებით და ვინ რით იკვდება ეხლა ვერ არკვევენ ხახნო 500-600 წლის წინ ვინ რით მოკვდა რაზე მელაპარაკებ ჩვენ მე-18 საუკუნემდე რა ხდებოდა საერთოდ აზრი არა ვართ არ ვიცით რა ცივილიზაციები ცხოვრობდნენ აქ ანუ საერთოდ რა ცივილიზაციური ჩატვრთვა იყო რა იყო ტარტარიას იმპერიის მსგავსი ესე ვთქვათ მოწყობა აი ჩვენი თბილისის იმაზე რა ქვია ოპერის შენობები და ისინი რუსთაველზე რაც არის უსადენოდ გადაეცემა ის შენობები დღესაც კი დგას წინა ცივილიზაციების არის წინა ცივილიზაციების კვალი არის შენობების ახურებზე რომ უსადენოდ ხდებოდა გადაცემა ელექტროენერგიის რაც ტარტარიის იმპერიაში რაც იყო რა ტარტარიაზე შეგიძლიათ ნახოთ იმაში ინტერნეტში YouTube-ზე რა ეხა მოდი ერთ-ერთი ადამიანის შეხედულება წავიკითხოთ აი ამ კოპერნიკზე და აი მენდელეევზე და აი გამოგონილი პერსონაჟებზე რა იქ თავში მეწერა გამოგონილი ბოდვა და ეხა ამას მიწერია რეალობა აი რა არის რეალობა 1500 რომელი ხო სწორედ მიწერია აქ 550 ხო 1550 მოდიში თიცამით ხო ალბათ სწორად არის ხა შეიძლება 1-2 წელი შეცდომა იყოს მოგეთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს 1558 წელს ნიკოლაი კოპერნიკმა შექმნა სამყაროს ახალი მოდელი იქამდე 4000 წელი ფიქრობდნენ რომ დედამიწა ბრტყელია და ყველა დანარჩენი რელიგია ამას ადასტურებდა კიდეც ну ხაი ხუმრობით ამბობს ხა აი ხალასაც ვიტყვი ირონიით ნათქვამია რომ ну დურაკები იყვნენ არ იცოდნენ და რა უნდა ექნათო კაიგე ეს ირონიითაა ნათქვამი არ იყო ტექნოლოგიები რათა გადაემოწმებინა დედამიწის რეალური ფორმა ხოლო აი მე-16 საუკუნეში კი კოპერნიკმა რატომღაც სფეროსებრი დედამიწის თეორია დაადასტურა მაგრამ წარმოიქმნა პრობლემა გარეთ მე-16 საუკუნე იდგა და ის ტექნოლოგიები რომლებიც ამტკიცებდნენ და ადასტურებდნენ დედამიწის სფეროსებულ ფორმას ჯერ კიდევ არ არსებობდა არ არსებობდა ტელესკოპი და საერთოდ რანაირად მოუვიდა კოპერნიკს თავში იდეად რომ დედამიწა ბურთს წარმოადგენს და ბრუნავს ასეთი სისწრაფით იმ დროებაში როგორ განსაზღვრა დედამიწის სიჩქარე თუ მას მაგიურად მენდელეევის მსგავსი ქიმიური ტაბულა დაესიზმრა თუ როგორც ნიუტონს დაეცა თავზე ვაშლი და მან რომ სოფლიო მიზიდულობის ზალა აღმოაჩინა მე მეჩვენება რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ ყოფილა უბრალოდ ისტორიას რაღაცა გზით უნდა აეხსნა თუ როგორ მოხდა ასეთი ტიპის აღმოჩენები და მოუწიათ მსგავსი ტიპის პერსონაჟებისა და ისტორიების გამოგონება ისტორიას უნდა აეხსნა რამენაირად რომ ესა თუ ის პიროვნება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ მივიდოდა მსგავსი თეორიების აღმოჩენამდე როგორიც არის უნივერსალური გრავიტაცია მენდელეევის ტაბულა და კოპერნიკის თეორია ისინი დგანან და იგონებენ თუ ნიუტონს როგორ ეცემა ვაშლი თავზე და მენდელეევს სიზმარში კიდევ მთელი ტაბულა ესიზმრება ну კარგი ამაზე კიდევ რაღაცას მოიფიქრებდნენ სასაცილო ვერსიებს რა თქმა უნდა მაგრამ აი კოპერნიკს როგორ მოუვიდა მსგავსი თეორია თავში ამას არანაირი ახსნა არ გააჩნია როგორ შეიძლება ხალხნო აი სიზმრების არქიტექტურაზე დასაკრავებისაც ამბე გავაკეთე როგორ შეიძლება ადამიანს დაესიზმროს მენდელეევის ამ მთლიან ტაბულა რა მაშინ თქვი ძმაო რომ გამოცხადება გქონდა და თქვი რომ გამოცხადება მქონდა რომ ერთმა განმომცა გრაგნილი სადაც ჩამოწერილი იყო ეს თქვი დაგესიზმრა შეიძლება დაგესიზმროს შეყვარებული და ყოფილი ცოლი მაგრამ აი რა მენდელეევის ტაბულა დაგესიზმრა ანუ ეს არის ხახნო აი როგორი დაცინვა საზოგადოების იცით აი ვერ წარმოიდგეთ ამ დროს ხახნო ტრანსფორმერების ომი მიდიოდა ჩვეულებრივი ტრანსფორმერები ფილმი ტრანსფორმერი ხო ის და აი ოპტიმუს პრაიმი რო არის და მეგატრონი რო არის და გრენდაიზერი რო არის მულტფილმი აი ეგეთი მექანიკური კერპებს რაც არის სინამდვილეში აი მაგეებისო ბირთვული ომი მიდიოდა დედამიწაზე რა მენდელეევს დაესინრა ბირთვული ომი მიდიოდა რაც ლანდშაფტზე ხმელეთის ლანდშაფტზე არის აღბეჭდილი და საერთოდ აქ ამ ტერიტორიებზე რა აი
დედამიწა გეტყვით, აი დედამიწის ზედაპირი გავს, აი როგორ რაღაცას გავს, იცით? აი როდესაც გაყალბებულ ისტორიას ეცნობ, აი სასროლეთი რო არის, პეინტბოლის ის რო არის, სასროლეთი და აი სამიზნეში რო ისვრიან და პეინტბოლის ის რო არის მოწყობილი რაღაც კარიდორები და საბურავები რო ალაგია და ჯგუფები რო ერთმანეთს საღებავებს ისვრიან და აი ესეთი დიდი რაღაცა ომებისთვის გამზადებული პოლიგონია რა, ხან ომებს ჩაუშვებენ და რაღაცა ომები მიდის, ბირთვული ომები და ვარსკვლავური ომების მსგავს რაღაცა სასწაული რაღაცები ხდება. ხან იქ შავი ზღვა ამოთხარეს ხელოვნურად და კასპიის ზღვა და იქ მიაერთეს მერე ხმელთაშუა ზღვას, იმენგო ხმელთაშუა ზღვაც ამოთხრილია მე მგონი. ეს კარიერი მოიტანს მე სავარაუდოდ კავკასიონზე და სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიონის ამ ნაწილებში დაყარეს და ესე გაჩნდა კავკასიონი სავარაუდოდ, ნუ ყველაფერს ვერ დავადასტურებ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ აი ამ გეუნე კიდევ ერთხელ ვიწყვი რომ ბაბულის მთაზე ერთი ცალკე ვიდეო მაქვს გადასაღებითი, როდისმე წავალ კიდე 2014 წელს ვიყავი აბულის მთაზე. მიტანილი არის, მას კამაზით ხო ვერ მიიტან, მიტანილი არის მფრინავი ხომალდებით და დაყრილი. ამან კიდე პორტალი იყო გახსნილი და პირდაპირ ეს იქიდან ისროდნენ და აქ ეცემოდა რა რაღაც აი მოკლედ იმდენ კითხვის ნიშანი არსებობს ახლა რა მენდელეევს ტაბულა და ეს რა კოპერნიკი სრულად გამოგონილია ეს ყველაფერი ისტორიაზე უნდა ისაუბრო რეალური ფაქტებით და არა ეს რაღაც იმიტომ რომ დღეს ეს აწყობთ რომ ამ დროს ზედა მთვარემ გუმბათის შიგნით მოძრაობენ ვარსკვლავების ერთი ჩვეულებრივი სურათია აი სურათი რომ დააკრა ნაკლეიკა და ატრიალებენ აი ამას გუმბათზე რა მორჩა და გათავდა არსად არაფერი პლანეტები არ არსებობს რა ამის თქვა მინდოდა